არაცნობიერი ცნობიერ გონებასთან სიზმრების მეშვეობით ურთიერთობს. ბევრმა ისწავლა თეორიები იმის შესახებ, თუ როგორ მოახდინოს სიზმრების ინტერპრეტაცია, მაგრამ უმეტესი ჩვენგანი პარალიზებულია, როცა ვცდილობთ ვიმუშაოთ ჩვენს კონკრეტულ სიზმრებთან. განვიხილოთ ნაცნობი სცენარი. მე გავიღვიძე ცოცხალ, ლუციდურ სიზმარში. შემდეგ გადავწყვიტე, რომ ყველაფერი ჩემით გამეკეთებინა. სიზმარი მიზანმიმართულად ჩავიწერე წიგნაკში. დავჯერქი სიზმრის ინტერპრეტაციისთვის. მომენტალურად გონება მებინდება, საკუთარ თავს ვეკითხები, რა უნდა გავაკეთო, საიდან დავიწყო, ფურცელს ვაშტერდები. სიზმარი გამოიყურება ან სრულიად აშკარად, ან სრულიად უაზროდ. ზოგჯერ ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ გარკვეული ასოციაციები სიზმრების გამოსახულებებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ვკარგავთ მოთმინებას. გრძნობთ თითქოს მთავარი აზრი გამოგვრჩა. ჩვენ გადავწყვეტთ, დავუბრუნდეთ ამ სიზმარს მომდევნო დღეს და ვცადოთ ხელახლა, მაგრამ ამ დროისათვის უკვე სხვა რამ ხდება. საკუთარი სიზმრების გაგება არ წარმოადგენს პრობლემას მხოლოდ რიგითი ადამიანებისთვის. ეს ერთნაირად პრობლემური საკითხია ფსიქოლოგების უმეტესობისთვისაც. ეს ნორმალურია, რადგან თითოეული სიზმარი გადასცემს ისეთ ინფორმაციას, რომელიც არ არის ცნობილი სიზმარმხრიველი ცნობიერებისთვის. ამიტომ ამას სჭირდება გარკვეული რეალური ძალისხმევა და ჩვენი შესაძლებლობების გაფართოება, რათა გავიგოთ, რას გვეუბნება სიზმარი. თუ ინტერპრეტაცია ზედმეტად იოლად მოდის, ეს ნიშნავს, რომ ის არც ისე ზუსტი და ღრმაა. არსებობს სიზმრებთან მიდგომის 4 საფეხურიანი გზა. პირველი საფეხური ეს არის ასოციაციები. მეორე საფეხურია სიზმარხილვის დინამიკა. მესამე წარმოადგენს სიზმრის ინტერპრეტაცია, ხოლო მეოთხე საფეხურია რიტუალები. სიზმრებზე დაკვირვებისას უნდა შეგვეძლოს ასოციაციების შექმნა და დაკავშირება. შემდეგ აუცილებელია სიზმარხილვის ხატ-სახეების შინაგან დინამიკასთან დაკავშირება. ამ ყველაფრის გააზრების შემდეგი უნდა შემძლოთ და მოვახერხოთ ინტერპრეტაციების განსაზღვრა. წინა ორი საფეხურის გათვითცნობიერების საშუალებით. ბოლო საფეხურზე კი შეგვიძლია მედიტაციური რიტუალები სიზმარხილვის კონკრეტიკისთვის, რათა გავიგოთ ამ სიზმრის სათქმელი და საჭიროებისამებრ მართოთ ის. ახლა კი უფრო დეტალურად. პირველ საფეხურზე ჩვენ შევქმნით საფუძვეს ინტერპრეტაციისთვის და ვიპოვით ასოციაციებს, რომლებიც სიზმრის გამოსახულებების საპასუხოდ ჩვენივე არაცნობიერიდან წარმოიქმნება. ყოველი სიზმარი შედგება სიმბოლოებისა და ხატ-სახეების სერიებისგან. ამიტომ ჩვენი მუშაობა იმ მნიშვნელოვანი გაცნობიერებით იწყება, რაც მოცემულ ხატ-სახეებს გააჩნიათ. მეორე საფეხურზე მოვძებნით და ვიპოვით შინაგანი მეს ნაწილებს, რომლებსაც სიზმრისეული გამოსახულებები წარმოადგენენ. ჩვენ ვიპოვით ჩვენს შიგნით მოქმედ დინამიკას, რომლის სიმბოლოც თავად სიზმრისეული სიტუაცია იქნება. შემდეგ მესამე საფეხურზე ჩვენ შევაგროვებთ პირველ ორ საფეხურზე მოპოვებულ ინფორმაციას და სიზმრის ინტერპრეტაციას მთლიანობაში მივუახლოვდებით.